თავი პირველი. მეძავი. პროსტიტუციის შემზღუდველი კანონების თუ რელიგიური და სხვა ჯგუფების უწყვეტი თავდასხმების მიუხედავად, მეძავები მაინც განაგრძობენ საზოგადოებასთან ვაჭრობას. ხოლო ის ფაქტი, რომ ამგვარი სამართლებრივი და სოციალური წინაღობების მიუხედავად მომხმარებლები მაინც მიმართავენ მეძავებს, მხოლოდ ამტკიცებს ამ მომსახურების ღირებულებას. მეძავი შეგვიძლია განვმარტოთ როგორც პირი, რომელიც გასამჯერულ სანაცვლოდ ნებაყოფლობით ვაჭრობს სექსუალური მომსახურებით. რეალურად, ამ განმარტების საკვანძო ნაწილი ნებაყოფლობითი ვაჭრობაა. ნორმან როკველის მიერ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ჟურნალის გარეკანზე შესრულებული ნამუშევარი ამ საქმიანობის დეტალებს თუ არა არს მაინც გვიჩვენებს. ამ გარეკანზე გამოსახულია მერძევე და მეფუნთუშე, რომლებიც საკუთარ სატვირთო მანქანას უდგანან გვერდით და მადიანად შეექცევიან ფუნთუშასა და რძეს, ორივე კმაყოფილია საკუთარი ნებაყოფლობითი ვაჭრობის შედეგით. კლიენტი მეძავისა და მერძევე მეფუნთუშის ეპიზოდებს შორის კავშირის დანახვა საკმარისი წარმოსახვის უნარის არ მქონე ადამიანებს გაუჭირდებათ, თუმცა ორივე შემთხვევაში ორი ადამიანი ნებაყოფლობით ხვდება ერთმანეთს საერთო კმაყოფილების მიღების განზრახვით. ძალადობა ან დატყვილი არც ერთ შემთხვევაში არ გამოყენებულა. რა თქმა უნდა, მეძავის კლიენტმა შეიძლება მოგვიანებით გადაწყვიტოს, რომ მიღებული მომსახურება არ ყოფილა გადახდილის ფასის შესაბამისი, ან და მეძავმა შეიძლება იგრძნოს, რომ გადახდილი თანხა სრულად არ ანაზღაურებს გაწეულ მომსახურებას, მაგრამ მსგავსი უკმაყოფილებები რძითა და ფუნთუშით ვაჭრობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. რძე შეიძლება ამჟავებული, ხოლო ფუნთუშა ცუდად გამომცხვარი ყოფილიყო, თუმცა ეს სინანულები პოსტფაქტუმ ხდება და ტრანზაქციების ნებაყოფლობით ხასიათს ვერ შეცვლის. გარიგებაში მონაწილე თითოეული მხარის თანხმობის გარეშე ვაჭრობა უბრალოდ ვერ შედგებოდა. არიან ისეთებიც, მათ შორის ქალთა უფლებებისთვის მებრძოლები, რომლებიც ღარიბი, ფეხქვეშ გათელილი მეძავის ხატს დასტირიან და ასეთ ცხოვრებას დამამცირებლად და ექსპლუატაციურად აღიქვამენ. თუმცა, მეძავი სექსით ვაჭრობას დამამცირებელ საქმიანობად არ აღიქვამს. ამ საქმიანობის დადებითი მხარეების, მოკლე სამუშაო საათები, მაღალი ანაზღაურება და უარყოფითი მხარეების, პოლიციის მხრიდან ზეწოლა სუდინორისთვის გადასახდელი წილი, არასახარბიელო სამუშაო პირობებით გათვალისწინებით, მეძავი მაინც საკუთარ პროფესიას ანიჭებს უპირატესობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ საქმიანობას უბრალოდ აღარ განაგრძობდა. ცხადია, მეძავები უამრავ პრობლემას ეჩეხებიან, რაც ბრჭყალებში ბედნიერი მეძავის ხატს ეჭვქვეშ აყენებს. არსებობენ ნარკოდამოკიდებული მეძავები, ისინი ვისაც სუტინიორები სცემენ, რომლებიც საროსკიპოებში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ არიან, თუმცა ამ ბინძურ ასპექტებს პროსტიტუციასთან, როგორც კარიერასთან, ცოტა თუ აქვს საერთო. არსებობენ ექთნები და ექიმები, რომლებსაც იტაცებენ, რათა სამართლებრივად დევნილ პირებს გაუწიონ სამედიცინო დახმარება. არსებობენ ნარკოდამოკიდებული დურგლები, ბუღალტრები, რომლებსაც ყაჩაღები სცემენ. თუმცა გაგვიჭირდებოდა ამ დასკვნის გაკეთება, რომ ეს პროფესიები დამამცირებელი, ექსპლუატაციური ან საეჭოა. მეძავის ცხოვრება იმდენად კარგი ან ცუდია, რამდენადაც თავად მოისურვებს. ის ამ პროფესიაში ნებაყოფლობით შედის. ხდება მეძავი და ამ საქმიანობისთვის თავის დანებება ნებისმიერ დროს შეუძლია. მაშ, რატომ ვებრძვით პროსტიტუციას? ეს მუხტი აშკარად არ მოდის მომხმარებლისგან. ის ხომ ნებაყოფლობითი მონაწილეა. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ მეძავის დაფინანსება მისთვის აღარაა ხელსაყრელი, შეუძლია შეწყვიტოს მომსახურების შეძენა. პროსტიტუციის აკრძალვა არც თავად მეძავების ინიციატივაა. ისინი ნებაყოფლობით ერთვებიან ამ საქმიანობაში და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ, თუ კი ამის სურვილი გაუჩნდებათ. პროსტიტუციის აკრძალვის ინიციატივა მესამე პირებისგან მოდის, რომლებიც ვაჭრობაში პირდაპირ არ არიან ჩართულნი. მათი მოტივები განსხვავდება ჯგუფის, ადგილისა და ეპოქის მიხედვით. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აერთიანებს, ისაა, რომ თამაშგარე პირები არიან. არც არაფერს ყიდიან, არც არაფერს ყიდულობენ.
მივანიჭოთ თამაშგარე პირებს უფლება გადაწყვიტონ ამა თუ იმ საქმიანობის ბედი. ეს იგივეა მესამე პირი წყვეტდეს მერძევესა და მეფუთუშეს შორის ვაჭრობის დეტალებს, მის ავკარგიანობასა და სარგებელს, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის უბრალოდ აბსურდულად ჟღერს. მას რატომ ვექცევით ამ ორ შემთხვევას განსხვავებულად? წარმოიდგინეთ, არსებობდეს ზრდილობიანად ჭამელთა ლიგა, რომელიც ცდილობს გაავრცელოს დოქტრინა, რომ ფუნთუშისა და რძის ერთად მირთმევა ბოროტებაა. რომ შეგვეძლოს იმის დემონსტრირება, რომ რძიანი ფუნთუშის საწინააღმდეგო ლიგასა და პროსტიტუციის საწინააღმდეგო ლიგას ინტელექტუალური საფუძველი ერთნაირი აქვთ, ანუ ერთნაირად უსაფუძვლოა, ამ ორი დოქტრინის მიმართ საზოგადოების რეაქცია მაინც განსხვავებული იქნებოდა. რძისა და საკონდიტრო ნაწარმის ერთად ჭამის აკრძალვა მხოლოდ სიცილს გამოიწვევდა, თუმცა პროსტიტუციის აკრძალვას სრულიად სამართლიანად მიიჩნევდნენ. პროსტიტუციის საკითხის ინტელექტუალურად აღქმას რაღაც მექანიზმი უწევს მედგარ წინააღმდეგობას. რატომ არაა პროსტიტუცია ლეგალური? მიუხედავად იმისა, რომ ლეგალიზაციის საწინააღმდეგო არგუმენტები უშინაარსოა. ისინი არასდროს შეურაცხავს ინტელექტუალურ საზოგადოებას ფარისეულურად. მთავარი განსხვავება სექსუალური ხასიათის ვაჭრობასა და სხვა სახის ვაჭრობას შორის დამყარებულია ან დაკავშირებულია მაინც სირცხვილთან, რომელსაც უგრძნობთ ან გვაგრძნობინებენ სექსის ყიდვისას. როგორც ამბობენ, ნამდვილი კაცი სექსში ფულს არ იხდის. ქვემოთ მოცემული ანეკდოტი ამ აზრს შესანიშნავად გამოხატავს. სიმპათიური კაცი ლამას ქალს ეკითხება. ეკრიბოდა თუ არა მასთან სექსი $100,000. ქალი თავიდან ამ წინადადებით შეძრწუნდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იმ აზრამდე მიდის, რომ პროსტიტუციის ბრჭყალებში ბოროტი ბუნების მიუხედავად ამ ფულის დახარჯვა ქველმოქმედებასა და კარგ საქმეებში შეუძლია. თან მამაკაცის მომხიბვლელია, არც შიშს აღძრავს, არც ზიზღს. დიახ, უპასუხებს ქალი მორცხვად. და $20 რომ შემოგთავაზოთ, ახალი კითხვით მიმართავს კაცი. როგორ ბედაო? შენმე ვინ გონი ვარ? აღშფოთდება ქალი, კაცს ძილას აწნავს. ვინც ხართ უკვე გავიგე, ახლა უბრალოდ ფასს ვარკვევთ, უპასუხებს კაცი. ამ ბოლო ფრაზაში გამოხატული დამოკიდებულება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია იმ ზიზღისა, რომელსაც ამ ტიპის საქმეებში ჩართული ინდივიდები საზოგადოებისგან გრძნობენ. იმ დამოკიდებულების შესაცვლელად, რომ სექსში ფულის გადახდა დამამცირებელია, ორი გზა არსებობს. შეგიძლიათ პირდაპირ დაუპირისპიროთ ამ აზრს, თუმცა მათ, ვისაც პროსტიტუცია ბოროტება გონია, ამით ვერ გადაარწმუნებთ, ან მათთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ, რომ ყველანი ყოველთვის რაღაცის სანაცვლოდ ვიღებთ სექსს. შესაბამისად, მაინც და მაინც პროფესიონალ მეძავსა და მის კლიენტს შორის ურთიერთობას რატომ უნდა ჩავაცივდეთ? კონკრეტულად რას გულისხმობთ იმაში, რომ სექსუალურ აქტივობაში ჩაბმა აუცილებლად მოიცავს ვაჭრობის პროცესს? დასაწყისისთვის, ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს რაიმე უნდა შევთავაზოთ, რომ ჩვენთან სექსს დათანხმდნენ. პროსტიტუციაში გასამრჯელო ფულის სახით გაიცემა, სხვა შემთხვევაში კი ვაჭრობა შეიძლება ასეთი ხილული არ იყოს. პარტნიორის მოძებნისა და შერჩევის პროცესი პროსტიტუციის მოდელისგან დიდად არ განსხვავდება. ორივე მხარე ერთმანეთისგან რაღაცას ელის. მამაკაცებისგან, რომ ისინი დაფარავენ კინოს, რესტორნის, სადილის, ყვავილების და ასე შემდეგ ღირებულებას, ხოლო ქალისგან, რომ ამ ქმედებებს სექსუალური მომსახურებით უპასუხებს. ოჯახის ის მოდელი, სადაც კაც ფინანსების შემოტანის, ქალს კი სახლის მოვლის, სიმყუდროვის შექმნისა და სექსუალური ფუნქციები აკისრია, პროსტიტუციის მოდელს საკმაოდ წააგავს. ნებისმიერი ნებაყოფლობითი ურთიერთობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ინტელექტუალური თუ სასიყვარულო, ვაჭრობაზეა დამყარებული. რომანტიკული სიყვარულისა თუ ქორწინების შემთხვევაში ვალუტა არის სითბო, მხარდაჭერა, სიკეთე და ასე შემდეგ. შეიძლება ვაჭრობის პროცესი ბედნიერების მომტანი იყოს და პარტნიორებსაც სიამოვნებას ანიჭერდეთ რაიმე სანაცვლოდ რამის გაცემა, თუმცა მიუხედავად იმისა, რა ემოციებს აღვიძრავს პროცესი, ეს მაინც ვაჭრობაა. თავიდანვე ცხადია, რომ თუ სითბო, ყურადღება, სიკეთე გაიცემა, გასამრჯელოს მოითხოვება,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ორი ბრჭყალებში არამერკანტილური პოეტი ვერაფერს მიიღებს ერთმანეთისგან, მათი ურთიერთობაც დასრულდება. თუ არსებობს ვაჭრობა, არსებობს ანაზღაურებაც. თუ არსებობს სქესობრივი ურთიერთობა გადასახადის ან სხვა სახის სარგებლის სანაცვლოდ, არსებობს პროსტიტუციაც ამ სიტყვის განმარტების თანახმად. ქორწინება პროსტიტუციასთან არაერთ მოაზროვნეს დაუკავშირებია, თუმცა არა მხოლოდ ქორწინება. ყველა ტიპის ურთიერთობა იმის მიუხედავად მოიცავს თუ არა სექსს, პროსტიტუციაა. იმის ნაცვლად, რომ ეს ურთიერთობები პროსტიტუციასთან მსგავსებების გამო დავგმოთ, სჯობს პროსტიტუცია ადამიანთა შორის ინტერაქციის ერთ-ერთ ფორმად მივიჩნიოთ. არც ერთ ნებაყოფლობით ურთიერთობას არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ. არც ქორწინებას, არც მეგობრობას და არც პროსტიტუციას. პირველი თავის დასასრული. სუტინიორი. სუტინიორებს უხსოვარი დროიდან მეძავებზე მოძალადე პარაზიტებით ექცეოდნენ, თუმცა სამართლიანი ვერდიქტის გამოსატანად სუტინიორის რეალური ფუნქცია გვაქვს გასარკვევი. პირველ რიგში, აუცილებელია გავარკვიოთ, ჭეშმარიტია თუ არა მტკიცება, რომ სუტინიორები მეძავებს ცემისა და მუქარის ხარჯზე იქვემდებარებენ და ამუშავებენ. ზოგიერთი სუტინიორი ასეც იქცევა, მაგრამ ამართლებს კი ეს ამ პროფესიის, როგორც ასეთის დაგმობას. საერთოდაც, განა არსებობს რომელიმე პროფესია, რომელსაც თუნდაც ერთი არაპატიოსანი წარმომადგენელი არ ჰყავს. ხომ არსებობენ მშენებლები, სანტექნიკოსები, მუსიკოსები, მღვდლები, ექიმები ან ადვოკატები, რომელთაც სხვათა უფლებები შეულახავთ. მაგრამ ამით ეს პროფესიები თავისთავად დასაძრახნი ხომ არ გამხდარან. ასევე უნდა განვიხილოთ სუტინიორების შემთხვევაც. ერთი ან თუნდაც ყველა სუტინიორის ქცევა არ შეიძლება გამოვიყენოთ პროფესიის დასაგმობად, თუ მსგავსი ქცევა პროფესიის სავალდებულო ნაწილი არაა. მაგალითად, გამოსასყიდის სანაცვლოდ მცირეწლოვანი ბავშვების გატაცების პროფესია თავისთავად ბოროტი პროფესიაა, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი გამტაცებელი შეიძლება კეთილ საქმესაც აკეთებდეს, მაგალითად, გამოსასყიდის ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავდეს. სულ ყველა გამტაცებელიც რომ ასე იქცეოდეს, თავად ეს პროფესია გამტაცებლობა ამით არ გაკეთილშობილდება. პროფესიის ბოროტებას მისი სავალდებულო შემადგენელი ნაწილები განსაზღვრავს. თუ სუტინიორობას გამსაზღვრელი ქცევა თავისთავად ბოროტია, მაშინ პროფესიაც ასეთი ყოფილა. შესაბამისად, სუტინიორების შესაფასებლად ზოგიერთი სუტინიორის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ბოროტი გარექმედება უნდა უგულვებელყოთ, ვინაიდან ამ ქცევებს თავად პროფესიასთან საერთო არაფერი აქვთ. სუტინიორის, როგორც ასეთის ფუნქცია, ბროკერის ფუნქციას გავს. როგორც ბროკერები მართავენ უძრავ ქონებას, დაზღვევას, სავალუტო ბირჟის აქციებს, ინვესტიციებს, ბუნებრივ წიაღისეულს და ასე შემდეგ, სუტინიორიც ორი მხარის ერთმანეთთან ისე დაკავშირებას ცდილობს, რომ ამ ტრანზაქციის ჯამური ფასი იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე მისი ჩარების გარეშე იქნებოდა. ბროკერთან საქმის დამჭერი თითეული პირის სარგებლობს ბროკერით, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სერვისს სულაც არ გამოიყენებდნენ. ასევეა სუტინიორის შემთხვევაც. მომხმარებელი თავს არიდებს ფუჭ ან უსარგებლო ძიებაში დროის ხარჯვას, უფრო მარტივია სუტინიორს დაურეკო და პირდაპირ მეძავთან შეხვედრაზე შეუთანხმდა, ვიდრე დამოუკიდებლად სცადო მეძავის პოვნა. მომხმარებელი იმაშიც დარწმუნებული იქნება, რომ მასთან რეკომენდირებული მეძავი მივა. თავის მხრივ, მეძავიც იღებს სარგებელს. ის ზოგავს დროს, რომელსაც სხვაგვარად მომხმარებლის ძიებაში დახარჯავდა. სუტინიორი მეძავს იცავს, როგორც არასასურველი მომხმარებლებისგან, ასევე პოლიციის, ანუ იმ პროფესიის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც მეძავთათვის ზრდასრულ მომხმარებლებთან ნებაყოფლობით ვაჭრობაში ხელი შეშლა, საკუთარ საქმედ გაუხდიოთ. სუტინიორის მიერ დაორგანიზებული შეხვედრები მეძავისთვის ფიზიკურად ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქუჩაში ან ბარებში შემთხვევით ნაპოვნი კონტაქტები. სუტინიორი იმაზე მეტად არ ექსპლუატირებს მეძავს, ვიდრე გაყიდვების აგენტი მეწარმეს, რომელიც ამ უკანასკნელის ბიზნესს მის მაგივრად ზრდის,
ან აგენტი მსახიობს, რომელიც მას ახალი როლების მოძიების სანაცვლოდ შემოსავლების გარკვეულ პროცენტს უხდის. ამ მაგალითებში დამსაქმებელი, თქვათ მსახიობი და მეწარმე, დასაქმებულის სერვისებით გამოყენებით იმაზე მეტ სიძენს, ვიდრე დასაქმებულის დაქირავება უჯდება. ასე რომ არ იყოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა არ შედგებოდა. მეძავის ურთიერთობა სუტინიორთან ასეთივე ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დგას. პროფესიონალი სუტინიორი ბროკერობის, შუამავლობის აუცილებელ ფუნქციას ასრულებს. ამ საქმეში ის სხვა თუ არაფერი უფრო ღირსეულიც გია, ვიდრე ბევრი სხვა შუამავალი, მაგალითად, ბანკირი, სადაზღვევო აგენტი ანდაც საფონდო ბირჟის ბროკერი. ეს უკანასკნელები ხშირად მოძალადე მთავრობასა და ფედერალურ კანონებს იყენებენ საკუთარი კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად, მაშინ, როდესაც სუტინიორი ვერასოდეს გამოიყენებს კანონს ბაზარზე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. მეორე თავის დასასრული.